თქვენთან ერთად მოვამზადებ უგემრიელეს ბაჟეს. ისეთ ძველ ახალწელს მეგობრებო. 300 გრამი ნიგოზი და 2 კბილი ნიორი გავატაროთ ხორცაკებ მანქანაში. გატარებული ნიგოზი გავატაროთ მეორედ. მეგობრებო, ყოველთვის ბაჟეს როცა ვამზადებ მოხარშული ქათმით, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე შემწვარი ქათმით მოვამზადო. ამიტომ გასუფთავებულ ქათამს მოვაყრი მარილს. ცოტა მშრალ აჯიკას. მე შევწავ ეხლა აეროგრილში, თქვენ თუ გნებავთ ტაფაზე შეწვით, თუ გინდათ ღუმელში. მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ცოტა მოვაპყუროთ ზეთი. ჩვენი ქათამი არ გამოშრეს, ამას იმიტომ ვაპყურებთ. ცოტა სტანით დავსერავ გულკერთან და ბარკლებთან. შევდოთ აეროგრილში. ნიგოზი მოვათავსოთ ჯამში. დავაყაროთ მარილი, სუნელები, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, საფრანა, მწარე წიწაკა. 1 ჩაის კოლზია ყველაფერი, წიწაკა ცოტა, გემოვნებით. რადგან ქათამს წვავ მეგობრებო და ბულიონი არ მაქვს, დავასხავ ადუღებულ წყალს, რომ ნიგოზს გამოვადინოთ ზეთი. დაახლოებით 2 სუფრის კოს დავასხავ. აი ესე. გადაურიოთ და დავიწყოთ ზეთის გამოდენვა. დაიწყო ზეთმა გამოსვლა. ნახეთ გამოსდის ზეთი მეგობრებო. ნახეთ როგორ გათეთრდა ნიგოზი. დავჭერათ ქათამის სასურველ ნაჭრებად. გადავიტანოთ შემწვარი ქათამი ბაჟეში. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა.